ხვალ მაგალითად იგეგმება ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხის მორიგი განხილვა ბრიუსელში. ეხლა ეს ხვალვე არ გადაწყდება და ხვალვე არ მიიღება გადაწყვეტილება ამის თაობაზე, ამას გარკვეული პერიოდი ჭირდება. მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ პირდაპირ უკვე ამბობს ყველა ევროსტრუქტურა, რომ შევაჩერებთ ვიზა ლიბერალიზაციას. შეჩერდება, გადაწყვეტილებას მიიღებენ და შემდეგ უნდა 1-6 თვე დაახლოებით თუ არ ვცდები, რომ ძალაში შევიდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ეს უდიდესი დარტყმა იქნება ჩვენთვის. აი ეს ყველაფერი არის შედეგი იმ სრულიად უგუნური პოლიტიკისა, რომელსაც ატარებდა კონკრეტულად ეს მთავრობა, ბატონი კობახიძის მთავრობა ყველა მიმართულებით. და უბრალოდ ეხლა ის შეიცვალა, რომ ბატონმა კობახიძემ გითხრა, რომ აი ეს ყველაფერი კი კეთდებოდაო, მაგრამ მე კი არა ვარო დამნაშავე. ამაში აი ივანიშვილია დამნაშავე. ის იყო მთავარიო და მეო თან პირველი კაცი ვარ და თან მეორეო. თან ვიღებ გადაწყვეტილებებს და თან მე არა ბიძინა იღებსო. ასე რომ ვიზებს რო წაგართმევენო, ესეც ჩემი ბრალი კი არაა. იმას გაუბრაზდით. ესეც ბიძინას გაუბრაზდითო.